უპირველეს ყოვლისა გეტყვით იმას, რომ პროტესტის 228 დღესაც დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნების სურვილი და გეგმა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს აქციები ჯერ კიდევ იანვარში დასრულებულიყო, უკვე ძალიან დიდი ხანია, არის ცხადი, რომ ვერ შესრულდა, რაც შეეხება დედაქალაქის მთავარ გამზირზე არსებულ მოცემულობას, ეს ადგილი იქცა ყველას შეკრების ადგილად და ყოველი მოქალაქე, ვინც ახლა ფიქრობს, რომ ქართულ ოცნებას ჩვენი ქვეყანა გადაყავს ევროპული რელსებიდან და ის ევროპისა და დასავლეთის ნაცვლად რუსეთისაკენ მიყავს, ყოველდღიურ რეჟიმში სწორედ ეს ადამიანები გამოდიან რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ ადგილზე, სადაც ნამდვილად არაერთხელ გადაწყვეტილა საქართველოს ბედი. პაატა ბურჭულაძე უპასუხებს ჩვენს კითხვებს. ბატონო პაატა, გამარჯობა. ამ წამსაც ამ წუთებში მესმოდა წამყვანის თმა იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი ბაჩიაშვილს დღეს შეუსრულდა 40 წელი ციხეში. ანუ ხედავთ, რომ ადამიანებს ადამიანური ტრაგედიების გადატანა, მათთვის უმნიშვნელოვანესი დაბადების დღების შეხვედრა უწევთ ციხეში. აი რისი დემონსტრირებაა, რას გვეუბნება ქართული ოცნება, იმით რომ არ ითვალისწინებს არაფერს საერთოდ და მისთვის ადამიანური ფაქტორებიც აღარ არის მნიშვნელოვანი. მოგესალმებით, მე გიორგის ულოცავ დაბადების დღეს და დარწმუნებული ვარ, რომ 51 წელს ისეთი შთამბეჭდავი რიცხვია, ის შეხვდება თავისუფლებაზე, აუცილებლად გიორგი ეს ასე იქნება. და რა თქმა უნდა, დღეს რუსთაველის გამზირის ყველა ჩვენს სახელით მე უსამძიმრებ ზურა ჯაფარიძის დედის გარდაცვალებას. ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, რომ აი ესე პოლიტპატიმრის მშობელი გარდაიცვალა. ზურა გისამძიმრებთ ყველანი აქედან. რაც შეეხება ჩვენს გამოსვლას, ახლა აქ დღეს აი ესეთივე სიტუაცია არის, ყველანი ბრძოლის ხასიათზე არიან აქა. რუსთაველის გამზირის სახელით უნდა გითხრათ, რომ ჩვენს დაანონსებულ ყრილობას 4 ოქტომბერს აქვს ძალიან კარგი გამოხმაურება. იმდენად კარგი, რომ ჩვენ არც კი მოველოდით, ხალხი ძალიან დარაზმულია, რომ 4-ში ჩვენ შევიკრიბოთ და 5-ში დილით გავიღვიძოთ თავისუფალ, წყნარ, ბედნიერ საქართველოში, აი ესეთ საქართველოში, როგორიც ჩვენ გვინდა, ისე რომ მზად ვართ ყველანი ასეთი ბრძოლისთვის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სოფო ჯაფარიძესაც მოусმენთ. სოფო, გამარჯობა. აი რას ნიშნავს ასევე კითხავ მათ შორის ბიძინა ივანიშვილის გუნდის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ განურჩევლად ასაკისას ქესისა რეგალიისა ყველა გაუშვას ციხეში. ადამიანები მათთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდს ატარებენ საკანში, სრულიად არაფრის გამო, ხო? გავიგეთ ზურაბ ჯაფარიძის დედის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გიორგი ბაჩიაშვილს 40 წელი უმნიშვნელოვანესი თარიღი შეუსრულდა სწორედ ციხეში. რას ნიშნავს ეს ყველაფერი, როდესაც ქართული ოცნება უკლავს განვითარების საშუალებას და ბედნიერი წუთების გარეთ გატარების საშუალებას მოქალაქეებს. მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს, მადლობა ჩართვისთვის. 228 დღეა, რაც უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს და უპრეცედენტოდ საქართველოს ისტორიაში 228 დღეა იკეტება ყოველ საღამოს ქვეყნის ცენტრალური გამზირი ორი მოთხოვნით, ორი მთავარი მოთხოვნით. ეს არის უპირველეს ყოვლისა სწორედ ჩვენი პოლიტიკური პატიმრების, ჩვენი სინდისის პატიმრების თავისუფლება და რასაკვირველია ხელახალი არჩევნები. დიახ, პატრიოტი ხალხი დგას ყოველდღიურად აქ და ჩვენ მე დარწმუნებული ვარ და მე მჯერა, რომ ამ ბრძოლას აუცილებლად გამარჯვებამდე მივიყვანთ. დიახ, აი ამ უწყვეტმა პროტესტმა ქნა სწორედ ის, რომ დღეს ივანიშვილის ხელისუფლებას არ აღიარებს არავინ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. დღეს მას ყველა არალეგიტიმურს უწოდებს და რა შემიძლია ვთქვა, გარდა ერთისა, რომ გავამხნევოთ თითოეული ჩვენი სინდისის პატიმარი. პირველ რიგში მიუსამძიმრო გიას და ზურა ჯაფარიძეებს ეს უდიდესი ტრაგედია, უკვე მეოთხე პოლიტიკური პატიმარია, რომელმაც მშობელი დაკარგა მათი პატიმრობის დროს. უმძიმესია ეს ყველაფერი, მინდა გავამხნევოთ თითოეული პოლიტიკური პატიმარი, მინდა უსურვო მხნეობა და მინდა ვუთხრა მათ, რომ ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ ყოველდღიურად აი აქ დგავართ და მე მჯერა, რომ აუცილებლად ძალიან მალე დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ გარდაუვალ გამარჯვებამდე. თქვენ იქნებით ჩვენთან ერთად და დიახ, ერთად ვიზეიმებთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას რუსეთისგან, ერთად ვიზეიმებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნებას და ბოლოს არ შემიძლია არაჩვეულებრივ ადამიანს, ძალიან დიდ პატრიოტს გიორგი ბაჩიაშვილს არ მივულოცო დაბადების დღე, რომელიც პირადად ასევე ბიძინა ივანიშვილის ტყვე არის და მე მჯერა, რომ
ძალიან მალე გიორგი ვიქნებით ერთად, ძალიან მალე დიახ, ყველა ერთად, აი აქ რუსთაველის გამზირზე ვიზეიმებთ იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ქვეყანა გათავისუფლდება რუსეთისგან და მინდა ბიძინა ივანიშვილს უთხრა, რომ არასოდეს მოგცემთ ქართველი ხალხი იმის უფლებას, რომ ჩვენი ქვეყანა გახადო რუსეთის ნაწილი. ბრძოლა გამარჯვებამდე და რაც თავარია ბოლომდე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ასეთი იყო შეფასებები დედაქალაქის მთავარ გამზირზე, როგორც დასაწყისშივე აღნიშნეთ, დღეს არის პროტესტის ზუსტად 222 დღე, თუმცა მოქალაქეები არ იღლებიან, კვლავ გამოდიან რუსთაველზე იმის იმედით, რომ ადამიანებს ადამიანური ტრაგედიების გადატანა ციხეში აღარ მოუწევთ და ყველა ის ადამიანი, ვისაც ერთი წელი მოემატა პატიმრობის პირობებში, მომდევნო დაბადების დღეს შეხვდება თავისუფლებაზე, არა ციხეში და საკანში, არამედ საყვარელ ადამიანებთან ერთად. რაც შეეხება განწყობას, ყველას პათოსი და განწყობა არის უცვლელი იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბრძოლა სწორედ იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ ვეღარ შეძლოს და ვეღარ გაბედოს კიდევ უფრო მეტი ადამიანისათვის თავისუფლების წართმევა და რაც მთავარია, მან ვეღარ წაართვას თავისუფლება ქვეყანას, რომელიც არის ევროპული, დასავლური, თუმცა ბიძინა ივანიშვილის გუნდის შეხედულებები ჩვენი ქვეყნის დასავლურად და დემოკრატიულად განწყობილი მოქალაქეების ინტერესებისაგან რადიკალურად განსხვავდება. სწორედ ამის დასრულებას ელოდებიან ახლა აქ შეკრებილი პროტესტის მოქალაქეები, მონაწილეები და რა თქმა უნდა, ხაზს უსვამენ იმას, რომ ბრძოლა გრძელდება ბოლომდე.